მოგიელი გახლავართ. დღეს მე ვიმყოფები სტუმრად, აი ამ არაჩვეულებრივ აბრეშუმის გალერეაში, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ხდება. აქ წარმოდგენილია ნახატების გამოფენა, არაჩვეულებრივი ნახატების სხვადასხვა ავტორების გამოფენა და რა გამოფენა ამაზე ცოტა მოგვიანებით ვიტყვი, მინდა ჩემი გადაცემის სტუმარი გაგაცნოთ, ეს გახლავთ მომღერალი და მსახიობი ბატონი მამუკა პავლიაშვილი, ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან საყვარელი პიროვნება, არაჩვეულებრივი ქართველი კაცი, არაჩვეულებრივი მამა, არის შესანიშნავი მეუღლე, შესანიშნავი მეგობარი და თბილისის ერთ-ერთი კოლორიტი პიროვნება. მოგესალმებით ბატონო მამუკა, იმოცავთ თქვენი 55 წლის იუბილეა და ამ იუბილესთან დაკავშირებით ხდება აი ეს ყველაფერი და მე მინდა რომ ქართული ტელევიზიის საქმეით მოგილოცოთ იუბილე, გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, ჯანმრთელობა, გრძელობა, წარმატებები როგორც საზოგადოებრივ საქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაში. მადლობა დიდი ასეთი სიურპრიზისთვის, ჩემთვის მოულოდნელი იყო ახლა გადაცემა. და მე 5 წლის რო გავხდი, 5 წლის ჩემი ოქროს დაბადების დღე როდესაც იყო, მე რაბილელა ტარგილი არ აღმოჩნდა. მე ყოველთვის ვემოდები ამ დღეს, ამ წელს, იმიტომ რომ ეს არის 2025 წლის 5 იანვარი და გავხდი 55 წლის. ეს არის ჩემთვის დღეს ოქროს დაბადების დღე. ცოტა სხვანაირად პროგრამა ჩაფიქრებული, რაღაცები შეიცვალა. დღესაც პროგრამა იქნება აბსოლუტურად იმპროვიზაციაზე აწყვეტილი. არაფერი არ აქვს ნამდვილად დაგეგმილი. ყველაფერი მოხდება, რაც მოხდება. აი ეს ჩვენი მოგზაურობაც იმპროვიზაციის ერთ-ერთი მომენტია ზუსტად. აი აქ არის გავიხსენე. მე მოგესალმებით რომ მაქვს თანამედროვე და არამაგო თანამედროვე ხარჯები. ხანდახან მერიდება ხოლმე რიცხვის დასახელება, მაგრამ 400-მდე ნახატის პრობლემები გაქვს. და ჩემი ოჯახი ერთწლეული ოჯახის საფუძვლება და დღეს გამოვყინე ჩემთვის განსაკუთრებულად საფარელი ავტორების ნახატები. თუმცა ბერლინა წარმოიდგინეთ რამდენია 400 პროგრამში. ძალიან გამორჩეულია. ზოგი ისე აწვია ითქვა რაღაცის სრულება მოგვეცდება, არის შეეცდებს ასე გულაცნობი და აქ ნამდვილად ვერამოები ამაზეც და ძალიან თითოეული ნახატი მომას უზოგს. ბატონო მამუკა, აი ავტორები რომ ვიტყათ, მაინც რამდენიმე ავტორი რომ ვიტყათ, მისი ნამუშევრებია. აი ახალგაზრდა გოგონა მარინა მაინდოშვილის ნახატია, თამარ მამუჩაშვილის ნახატი, თბილისის ციკლია, ლალინა ცვლიშვილი, უსახარეს საბადოი ისა არის შალვა ბაჩაშვილის ნახატია, მუჭიერეს ხატვის და რა ვიცი მინა ხალხს აიჯელა გამენია ფილალური ჯადოქარის ჩვენი აკვალის ჯადოქარის მენიკოვის ნამუშევრები შენიშნე მედიაკელიტია სამგელოზია არის მუხას ნამუშევრები, მამაშვილი ხარაბაძეები, ძალიან მიყვარს გულამ ახარაძეს ავტორი მის ნამუშევრები. აი რა სულ მიყვარს. ბატონო მამუკა, ჩვენ იქ ხედავთ რომ არის თქვენი პორტრეტი. ერთი ფანქარში შესრულებული და მეორეც თექაში. ვინაიდან ავტორები? თექა არის ჩემი ბერდაშვილის მოთეთრია. უნიჭიერეს კაცია, დღეს იქნება სალამოზი ნახატ. ხატავს წერს, ღერის, რაც ყველაფერი თუ პირამე არის ხელოვნური შემადგენელი აქ და მე ვფიქრობ რომ ჩემი სამსახურის და ჩემს ოჯახში არამინა აი მისგან არის თუ პირამე არის კოდირებული ჩემში ბესიკ შაველაშვილის ათექა და ის ჩვენი დიდი მაესტროს თანამედროვეობის გოჩა ზურაბიშვილი
რომელიც არის ჩემს საიუბილეო ბუკლეტის გარეკანზე. და ამიტომ მე ვარჩიე რომ მხოლოდ ეს ორი გამოვიყენოთ, რომ აი ბუკლეტს ნახავს დაეცნობა საზოგადოება და იქ ძალიან ბევრი პროფიტები მაქვს მაგის ფუძვლი და ჩემს ძირფასი ხატები ხატავენ და უბრალოდ ვერ გამოვიყენე ამდენ ჩემი ორდერებს და ვარჩიე ხოლმე ჩემს ორი გამოვიყენე. ბატონო მამკა, აი სულ ახალ ჩავლილია ძველი სახელწები. მაინც სახელმწიფოს გვაქვს მოყვება საქართველოს მომიცით ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულად გვაჩნია და არის კიდევაც ახალი წელი და დიდხანს იცის ხოლმე ამ დღესასწაულმა აი ამ განწყობა სადღესასწაულო განწყობა გაგრძელება. რას უსურვებთ საქართველოს ქართულ ხალხს? მე ვუსურვებდი აი როგორი ლამაზიც არის ჩემთვის ეს წელიწადი ეს თარიღი და როგორი გრძნობაც მე მაქვს აი ისეთი წელი იყოს მთელი ქვეყნისთვის ბედნიერების სიხარულის ხმის მარაკის გამთლიანება ეს ყოველწლიური სანაკრებია რამდენი წელი და პირველ რიგში მაინც რაღაც ასაკთან ერთად უფრო მეტად ვაფასებთ სიტყვა ჯანმრთელობის თავს. კი ბატონო. და ის ყველას ისურვებთ ჯანმრთელობას პირველ რიგში. იყავით ჯანმრთელი და მერე გამოძებნის ადამიანი ყოველთვის ყველანაირ სიტუაციაში რაღაცას ლამას სასიამოვნოს მithumetes ქართველებს გვაქვს. ბუნებაში იგივე სიმღერა, იგივე ჩვენი ცეკვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასეთ გათიშულებული. დიახ, რა თქმა უნდა. ბატონო მამკა, აი ამ სოციალურ ქსელში არაერთხელ შევხვდი, რამდენიმეჯერ შევხვდი ამ ბოლო დროს თქვენ სტატუსს, რომ აი აქ აბრეშუმის გალერეაში მაქვს საიუბილეო საღამო გამოფენასთან ერთად, რომელიც არის თქვენი ოჯახის კერძო კოლექცია, სხვადასხვა მხატვრების ნახატებით იქნებოდა გამოფენილი და აღნიშნავდით იქ, რომ ეპატიჟებოდით ყველას, არავინ არ დამეპატიჟია, მაგრამ დასწრება თავისუფალია და საჩუქრებს არ ვიღებო. ძალიან მოკრძალებული ისე ცოტა ესე თავგამური განაცხადია ეს, რომ საჩუქრებს არ ვიღებო. მაგრამ აი თქვენგან ქართული საზოგადოებისთვის დღევანდელი დღე არის მართლა ძალიან დიდი საჩუქარი. იმიტომ რომ ზოგადად ცხოვრება ძალიან დაიტვირთა ნეგატივით და ძალიან დაიტვირთა ამ ბოლო პერიოდში რაღაცა ისეთი არასასიამოვნო ფაქტებით თუ სოციალური ქსელიდან, თუ ტელევიზიებიდან, თუ რეალობიდან და ჭირდება საზოგადოებას აი ამნაირი განტვირთვა და აი ამ გალერეაში დღევანდელ მოცემულობაში რაც დღეს მოტანილია მართლა აი სული საკვები მოიგონეთ თქვენ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ყველა მაგივრად გიხდით მადლობას. მე მინდა ქართულ ტელემაყურებელს, ქართული ტელევიზიის მაყურებელს მოვახსენო, რომ ჩემთან სტუმრად იმყოფება, ასევე რა თქმა უნდა დრაფაში იმყოფება ბატონი მამუკას მეუღლე, ქალბატონი მაია, მომძალით. ქალბატონო მაიკო, თქვენი მეუღლის დაბადების დღეს გილოცავთ, გისურვებთ ჯანმრთელობას. პირველ რიგში მე მინდა რომ აი თქვენი ორივეს თანაცხოვრების აი ის წლები გიგრძელოთ და გისურვოთ რომ კიდევ ბევრი იმდენი ერთი-ორი იმდენი კიდევ ერთად გეცხოვროთ. რა სიტყვით თქვენ მეუღლეზე? პირველ რიგში ძალიან სასიამოვნოა ცხოვრება შემოქმედი ადამიანის გვერდით. ეს ძალიან ხანს. დიახ. გობაში როგორც შემოქმედების, ასევე საკუთარ შემოქმედების მიხოს ჯარის სამყაროში ეს არის აღმავლობის. დიახ, იყო პოეტური სამყაროში და ის პირობებით. რა თქმა უნდა. ქალბატონო მაია, თქვენ জানათ რომ 30 წელზე მეტია მეც მოიცავს ეს თქვენი მეუღლეობის პერიოდი. როგორი მეუღლეა ბატონი მამუკა? ეს შეიძლება
მე აღმოაჩენენ ხოლმე თუმცა ის არ აღმოჩნდა, რასაც ელოდებოდნენ, ისეთი არ აღმოჩნდა ეს პიროვნება, როგორ რადგან მიაჩნდათ და რაღაცების გამო იკავებენ თავს, ეწევიან იმ ჭამას, იმიტომ რომ ეხლა ოჯახი. ხო, აი მაინც რას გამოყოფდით ბატონო მამუკას თვისებებიდან რას აღნიშნავდით? რა გიყვართ აი ამ ადამიანის თვისებებიდან უფრო რომელი გიყვართ? უბრალოდ მისი შემოქმედი ბუნებაა. უბრალოდ იმიტომ რომ თავიდანაც სულ მომეწონა მისი საკითხული ლექსი დიასინამდერი და ამ შემთხვევაში მომეწია მისი გაცნობა როგორც პერსონის და პიროვნების. აღმოჩნდა რომ პირიქით ჩემი მოგოდინები უბრალოდ მე აღმოჩნდა მისი შესაძლებლობები და მომეც როგორც მომეც როგორც ეს ჩვენი ტრადიციული სკოლის ჩვენი ძალიან კარგი. დიდი მადლობა. მე მინდა თქვენთან ერთად მოვიწვიო ვაჟი თქვენი არაჩვეულებრივი უცროსი ადამიანი მამუკა ამიაშვილი შვილის აი ამ ორი არაჩვეულებრივი ადამიანის მამუკა ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს ჩემთან გადაცემაში წანდებოდით ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა და ნახოთ თქვენ ჯერია მიულოცოთ მამას ეს დღევანდელი დღე დაბადების დღე და რას ეთყობთ მამას გამიჭირდება აი ესეთი უცხოთაკადე რა მეთქოს უბრალოდ ძალიან მიყარხარ ზოგადად ადამიანი ხარ ჩემთვის ამაყობ მე ჩემს მეგობრებს შევძლებ დიახ ესეთი არაჩვეულებრივი ამბობს და აქ წმინდა ხას ადამიანი და ეს ახლა ძალიან ყოფილიყოს ყველასთვის ბევრი ფილმის მიზეზი მადლობა ბატონო მამუკა თქვენი აი მსახიობური ნიჭი გჭირდება რამეს ვარ წავიკითხავდით რამე ისეც ლექს წავიკითხავ ბატონო დიახ იმიტომ საღამოზე ნამდვილად არ ვიცი საღამოზე რა მოხდა აი ჩვენც არ ვიცით და არადაი კითხვები არ მაქვს მოვდივარ ჩაწერისა სხვაგან ჩავწერე გადაცემა და რახან აქ მოვდიოდით არასაკუთრებო რომ აქაც არ ჩავწერე გადაცემა შენ ედუარდ გულავას ლექს წავიკითხავ რაც გამარჯვება დიახ მარტო მივა კლავ დარდიანთან შენ დღეს თბილისში ვინააფრებს ხოხობს გამოჩერებს ახლა ვინმე უცხოელი კანტოს სიტყვის განმარტებას მომთხოვს დროგი დარდობს რაც მე მკლავსო რად მითხარი და მიწაზე დაახეთქებს ბოხობს შემომხვდება ახლა სადმე მათხოვარი შემონტირებს შეწყალებას მომთხოვს მერე აღახს მომაწოდებს ვინმე ბევრს და მე კი მაჭარს ვადღე გრძელებ ტოტოს გავაჩერებ მე უცხოელს და ქართულ სიტყვის განმარტებას მომთხოვ ბრავო არაჩვეულებრივი უმეტესი მადლობა დღევანდელ საღამოს სტუმრობს არაჩვეულებრივი პიროვნება ზოგადად საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილი ადამიანი მომღერალი და კომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვილი ბატონო მივესალმოთ და მიულოცოთ ბატონო მამუკას დღევანდელი დღე იუბილე და აი ეს არაჩვეულებრივი რა თქმა უნდა მივესალმოთ მამუკას არაჩვეულებრივი ადამიანია ჩვენ გადაწყვეტა შეხვედრა შედგა ჩემს სპექტაკლში ისე მაღაზიასაც მისცემს ძალიან და ჩემს სპექტაკლში უფრო დავაყურეთ მას თავარები თამაშა არაჩვეულებრივი და და ევროპელი ახალწელი ჯანტელა პრემიერა და ბევრი ძაღლები სტუმრობს დარბაზში აი ამ არაჩვეულებრივი მამუკა პავლეაშვილის პორტრეტის ავტორი ხატვარი ესიკ შავალაშვილი მიულოცოთ მამუკას დაბადების დღე და რა სიტყვის თვის პიროვნება აი მე
დღეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა. აბსოლუტურად დღევანდელი საღამო იქნება სრული იმპროვიზაცია. არაფერი აბსოლუტურად დაგეგმილი არ არის, არაფერი წინასწარ არ არის შედგენილი, იმიტომ რომ როდესაც გადამწყვიტე მე ამ ღონისძიების მოწყობა, ეგრეთ წოდებული ჩემი ოქროს დაბადების დღე, რადგანაც 5 წლის რო ვიყავი, ანუ ჩემი ოქროს დაბადების დღე რო იყო, ახლა კი გადამიხდიდნენ დედას, მამას, იმიტომ რომ ყოველთვის მიხდიდნენ დაბადების დღეს, მაგრამ მე არ და ყოველთვის ველოდებოდი 2025 წლის 5 იანვარს, როდესაც გავხდებოდი 55 წლის. ანუ 4-5-იანი ოქროს დაბადების დღე მაქვს დღეს. თქვენ კი აი ოქროს ადამიანები ხართ დღეს ჩემს გვერდით. არავინ მე პერსონალურად არ დამიპატიჟი. არავისთვის არ მიმიწერია, არავისთვის მოსაწვევი არ გამიზარდია. ორჯერ დავდე პოსტი Facebook-ზე, რომ ვისაც სურვილი გექნებათ მდგომარეობის და ასე შემდეგ გათვალისწინებით. თვითონ პროგრამა, რომელიც ანუ რადგანაც არის დისკის წარდგენა, აუცილებლად მინდოდა რომ ყოფილიყო კონცერტის სახე ქონოდა ამ ყველაფერს. მე რაღაც ისე მოხდა რომ ცნობილი მოვლენების გამო თითქოს, მაგრამ დღეს მე აქედან ისე ვერ გაგიშვებ ვერავის, რომ რამოდენიმე სიმღერა არ იმღეროთ ჩემი ახალი ალბომიდან. რო ასე არ მოხდეს. ეხლა რაც შეეხება აი ამ ბუკლეტს, მე მაქვს ბედნიერება და წილად ბედნიერება, რომ ჩვენი თანამედროვე ქართველი მხატვრების რა ვიცი მუზა ზახიერ გავხდარიყავი. ძალიან ბევრმა მხატვარმა დამხატა. ამ ბუკლეტში შესულია ამ მხატვრების ნამუშევრები. მე არ წამოვიღე, არ გამოვფინე. წამოვიღე მხოლოდ თანამედროვეობის დიდი მეტრის, ბატონ ბოჩა ძირაკიშვილის ნამუშევარი, რომელიც გარეკანზეა და წამოვიღე თექაზე გაკეთებული ჩემი ბავშვობა, რომელიც შესრულებულია ჩემი ძვირფასი ადამიანის, ჩემი დეიდაშვილის, რომელიც ვინც წინაიუბილეზე ხართ ჩემთან ამყოფები 50 წლის, როდესაც შევსრულდი მაშინ, იქ გაიცნობდით, იქ ნაგეცოდინება, ვინც არა და გაიცანით. თუ კი რამე არის ჩემში არტისტული და ასე შემდეგ, ვინაიდან და რადგანაც ჩემს ოჯახს არასოდეს არანაირი შეხება არ ქონია არც დედას, არც მამას, არც ბაბებს, ასე შემდეგ ხელოვნებასთან, აი ჩემი ბესიკ შაველაშვილის გენეტიკური კოდია, თუ შეიძლება ასე ითქვას, რასაც მე დღეს ვაკეთებ, 10 წლით არის ჩემზე უბრალოდ კი გამოიყურება ჩემზე პატარად, მაგრამ ხო და მისგან და დეიდასგან კიდე ერთი დეიდა ყავდა, რომელიც აღარ არის სოციალური, მის სიმღერას შევასრულებ დღეს, იმისგან მაქვს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მაქვს უფლისგან და მადლობა უფალს, რომ მე იმ ნიჭით, რომელიც მან დამამადლა, გამხადა ქართული სცენის პატარა ხელა რაღაც ნაწილაკი და მოუწა უფლება დამდგარიყავი ადგილას, რომელზეც ბავშვობიდან ვაბოდებდი, ბავშვობიდან ვეტრფოდი, სცენა, ადგილი, სადაც შენ ოდნავ ზემოთ დგახარ და ეს ამდენი თვალი. აი ეხლა არსად ზუსტად ერთნაირად ვგავართ, ეხლა ძალიან კარგი. ერთი ვარ ეხლა სულ. და აი ყოველთვის მქონდა ის მომენტი, რომ მე თუ დავდგები სცენაზე და ეს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ვიდრე შეიძლება გაცნობიერებული ჰქონდეთ, თუნდაც მსახიობებს ვის სცენაზე დანა. მადლობა ღმერთს, რომ ამის გაცნობიერების უნარიც მაქვს. მადლობა დედას, მამას, ვისა, ნათია
ჩემს ძმის შვილებმა ის რომ მომართვეს ოსკარი მომიტანი აქვს მადლობა უნდა ვთქვა სამადლობელო არასოდეს არ მეღისება ოსკარი და აი ბავშვებმა მომიტანეს როგორც საუკეთესო ძიას დავიჭერა და სამადლობელო არ მოგა ისი არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს საუკეთესო ჩემასახშილდო ოსკარაზე არა საუკეთესო ძიას მთელი ცხოვრება ოცნება მქონდა გოგო მყოლოდა აი ხო არის რომ ხედავდი პატარობიდან მაგრამ რომ დარბია რაღაცა ისეთი რაღაცა პორტის მაგრამ ნუ არა მოვიდა და ჩემმა ძმამ ამისულა ეს ოცნება აი ორი ანგელოში და იგივე ჩემი შვილები არის არამშობა ჩემი და თუ ძმისა მადლობა დედას მამას მადლობა ჩემს სისხლით ნათესავებს მადლობა ჩემს ძმას მის ლამაზ ოჯახს ჩემს ძმას აი ორანგელოს ყველა ადამიანს ვისაც ჩემს სიახლოვეს ჩაუვიდა პატარა ღიმილი გამოუმეტებია და პატარა სითბო თუმცა ყოველთვის ვიყავი ხალხი მინდა ალბათ დილამდე ვისაუბრებ რომ და ვერასოდეს ვერ გამოთქვა ბოლომდე მე მთელი ცხოვრება რამხელა სითბო და სიყვარული დამდებდა ადამიანებისგან და ყოველთვის ეს მაძლიერებდა ძალიან ბევრი რამ გადავიტანე ძალიან ბევრი ცხოვრებაში და მოვედი აი აქამდე და მე ვფიქრობ რომ არ ვიცხოვრე ცუდად და არ ვიცხოვრე ფუჭად არასოდეს იდეალური არ ყოფილა და ერთადერთი რასაც ვამბობ აი რაშიც ფიქრობ რომ ყველაზე მეტად შევდექი ეს არის მამობა იმიტომ რომ მე მყავს არაჩვეულებრივი შვილი და აი ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემი მოდი აღსაგარი ბიჭო აბა გოგო მინდოდაო მოდი აი იძახდი რომ უბედნიერესი კაცია უბედნიერესი და პირველ რიგში მე ვარ უბედნიერესი იმ რომ მე მყავს ასეთი მეუღლე და ასეთი შვილი ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამარჯვება რა როლები თეატრი რა სიმღერები არაფერი აი სახში რომ მიდიხარ რომ სიამოვნებს სახში შესვლა აი ეს სხვა რაღაცა ამას ვერაფერს მადლობა შემოსიხალო რომ ხარ იმისათვის რომ მიამარჩიე და მე ჩვენ ერთობლივად ავარჩიეთ აი ეხლა ცოტა ხანი მე გავჩუმდები და სხვა სიტყვას მოგეხსენებათ მიუხედავად იმისა რომ ეს წიგნი როგორც ასეთი არის უბრალოდ საიუბილეო ბუკლეტი მაგრამ რა თქმა უნდა აქ არის კიდევ დამავიწყება შესულია ლექსები რომ ჩემთვის ეს ბედნიერება რომ უამრავ პოეტს აქვს ჩემთვის ლექსები მოძღვნილი აქ სულად ვერ შევიდა რა თქმა უნდა ამორჩეულია მაგრამ ამითაც ბედნიერი ვარ და როდესაც ამის გაკეთების სურვილი გამიჩნდა ცოტა ვორჭოფობდი რაღაც მაინც რაღაცა ნარცისიზმია რაღაცაში არ ჩამხნოდა მაგრამ არტისტები ვართ რა ჩვენ არ შეიძლება ამის გარეშე ჩვენ ეს ჭირდება ჩვენ ამით ვიგვეძებთ დიახაც ლექსებიც უნდა დაგვიწერო უნდა დაგხატო უნდა ტაშიც დაგვიგრა და აბა დამიგანით აი იმდენ ნათელ სახეს ვხედავ ჩემი ბავშვობის მეგობრებიდან დაწყებული ჩემი თანამშრომლებით ჩემი სტუდენტობის მეგობრებით ჩემი კურსელებით ჯგუფელებით აი ყველა და თუნდაც ამიტომ ღირდა დღევანდელი დღე რომ ამათ და აი ყველა ერთად შევხვდები ვიყავით და შევხვდებით ერთმანეთს როდესაც ამ წიგნის რედაქტორმა ალბატონმა მარიკა ხიხაძემ გადმომიგზავნა წინა სიტყვაობა კითხულობდა რაღაც გძნობ აი რაღაცა გაჭრა და ამოდის ესეთი და გავფრინდები უკვე სადაცა არიგამე ეს ჩემია ეს ყველაფერი მე კიდე შერბილებულად დავწერე
ეხლა ის რაც არ დაწერა, ეხლა პირადად ჩვენი საყვარელი მეგობარი, უნიჭიერესი პროფესიონალი, უნიჭიერესი და ულამაზესი გაბატონი მარიკა ხიხაძე. მოგესალმებით ხალხო, ბედნიერი ვარ, ვარ ყველაზე დიდი სტატუსი და ყველაზე საპატიო სტატუსი ჩემთვის არის მამუკას მეგობრის სტატუსი. მე ძმაოს ვეძახი, ეს გადმიწოდებს, ასე რომ ჩვენ ძალიან დიდი მეგობრობა გვაკავშირებს. ახლა თქვენც კი წაიკითხავთ, მაგრამ რა დავწერე ისეთი მამუკას ხვდები რომ ამოვიდე. ახლა წაგიკითხავთ. ბევრი დაწერილა მამუკა პავლიაშვილზე, როგორც პროფესიონალზე, უბადლო, ნიჭიერ მსახიობსა და მომღერალზე. თავისი მრავალმხრივი შემოქმედებით საინტერესო და ინდივიდუალური კვალი რომ დატოვა ხელოვნების ორივე სფეროში და კვლავ განაგრძობს მსმენელისა და მაყურებლის მოხიბლად დათხოვებას. ვინც მამუკას იცნობს, დამეთანხმება, რომ საოცარი პიროვნება, ისეთი ღმერთმა რომ ჩაიფიქრა ადამიანი, როდესაც მას თავის ხატად და სახედ ქმნიდა. მას სცენაზე შეუძლია გარდაიქმნას და გარდაისახოს ნებისმიერ პერსონაჟად, მოირგოს არაერთი ნიღაბი, მაგრამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი სახე აქვს. სახე კაცისა, რომლის მორალურ-ეთიკური პრინციპები გაგაოცებს თავისი ადამიანურობით, ჰუმანურობით, ემპათიის, განუზომელი უნარით, სიწრაფებითა და ზნეკეთილობით. არცაა გასაკვირი, ყველაფერი ხომ ოჯახიდან იწყება. საამაყო შვილია, ღირსეული გამგრძელებელი და მემკვიდრე დედმამისა, შოთა და ნაზი პავლიაშვილებისა. ოჯახისა, სადაც შეისწავლა და შეისხორცა ქართველი კაცის ყველა სასიკეთო თვისება, გამოიძერწა და ჩამოყალიბდა საუკეთესო, სამაგალითო და მისაბად პიროვნება. ოჯახისა და კახური სიდიჯის დამსახურებაა, რომ საოცრად მშვიდია, მისი ქმედებაც და სიტყვაც ასჯერ მოზომილაწონილია. იშვიათად მინახავს კაცი, რომელიც ასე უხდებოდეს ადამიანებსა და მათთან ურთიერთობებს. უყვარს და პატივს სცემს ყველას, წარმომავლობის, სოციალური სტატუსისა და მდგომარეობის მიუხედავად. მისთვის თავარი ადამიანია, პიროვნება და არასოდეს იკადრებს სხვა მისჩანილი კრიტერიუმებით შეაფასოს ვინმე, აგრძნობინოს საკუთარი უპირატესობა, თუნდაც ეს სრულიად აშკარა და თვალშისაცემი იყოს. ურჩევნია დაჩაგრული იყოს, ვიდრე მჩაგვრელი. მამუკასნაირ კაცზე თუ უთქვამს ვაჟას. ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა, ცხრადვე მამყოფე ისევა ოღონდ ამშორდეს მგელობა. კეთილია, ერთგული, გულუხი, მიმტევებელი, სამართლიანი, პატიოსანი, გულწრფელი, თანდაბალი, მომთმელი. ბოლომდე უკანასკნელ რესურსამდე უფრთხილდება ადამიანებს, მაგრამ თუ მისი ყოველი მცდელობა ამაო გამოდგა, ჩუმად უბრად ასრულებს ტოქსიკურ ურთიერთობას ყოველგვარი თავის მართლების, საქმის გარჩევის, ჯგუფისა და აყალმაყალის გარეშე. მისთვის უცხოა ბოროტება, ღალატი, სისასტიკე, უსამართლობა, უზნეობა, ცბიერება, პირფერობა, ამპარტავნება, სიძულვილი, სულმოკლეობა, ტორობა და შურისძიება. ის ყველა ამ ადამიანურ სიმდაბლეზე მაღლა დგას და როგორც არ უნდა ეცადოს მავანი, არ იკადრებს სამაგიერო მიუძღოს. უბრად გადგება განზე, როგორც ზნეკეთილ კაცთა წესია. შესანიშნავი მამაა საამაყო პატარა მამუკასი. მხოლოდ შობილისა, მამისა და დედის ერთასი, პავლიაშვილების გვარის ღირსეული გამგრძელებისა. ფუძემ მოითხოვაო, რომ იტყვიან, სწორედ ისეთი მეუღლე ჰყავს. მაია შრომელი, სასიკეთოდ გამორჩეული, საოცარი ერუდიციითა და სულგრძელობით რომ ხიბლავს ყველას და ისეთი პატივისცემით განგაწყობ, მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებს რომ ძალუძთ. რა გასაკვირია, რომ ასეთმა მშობლებმა იციან კეთილმისაცემელთა მიცემა შვილისათვის. პატარა მამუკა ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც ბუნებამაც უშველა და წვრთნამაც. მამუკა საოცარი მოყვარული გულისხმიერი და მზრუნველი ძია, ორი შესანიშნავი პრინცესასი, ძმამ რომ აჩუქა გოგოს მამობას დანატრებულს. მამუკა ისეთი მეგობარია, სულხან საბას რომ უთქვამს, ციხეწყლიანია, ზღუდე მაღალი და სიმაგრე დაურღვეველი. თვინიერ ყოველგვარი ცილობისა შეგიძლია ენდო, დასახმარებლად მიმართო, თავად გაიჭირვებს, მოიკლებს, თავის საქმეს გადადებს,
სითბოში სიოდ დაგბერავს დაგათრობს როცა ხინავდეს არასოდეს ემება ინტრიგებსა და კულუარულ მახინაციებში მისთვის ნებისმიერი ადამიანის წარმატება ისეთივე სასიხარულოა როგორც საკუთარი ხიბლავს და გაოცებს მისი თავმდაბლობა შეუცდომლად ღირსეული კაცური ქცევა ნებისმიერ სიტუაციაში აკვირდები მის ცხოვრებას გაჭირვებაც გამოუვლია იმედგაცრუებას მაგრამ ვერც ერთმა საცდურმა ვერ შეძლო მისი ცხოვრებისეული კრედოსა და სწორი მორალური პოზიციის შერყევა ვერ გადაახრევინა უფლისაკენ სავალი ხშირად ეკლიანი გზაწვრილიდან მხოლოდ გამორჩეულთა ხვედრია წუთი სოფელს ბოლომდე კაცად შემორჩე მამუკამ ეს შეძლო ზნეკეთილ ადამიანებს უყვარდა ამაყობენ მასთან მეგობრობით რისი დასტურიც აი ეს წიგნია მიწვნები უთუმცაო და უპირობო დასტური პატივისცემისა ჩვენი მამუკას დაფასებისა გვიმრავლო შეგძალი კაცები უფალმა ძმაო ეს პროზა ახლა ლექსა მე პოეტი არა ვარ და ახლა ეს ჩემი ლექსი არ მიიღოთ როგორც პოეტის შემოქმედება მით უმეტეს ახლა ზოგიერთისათვის ამ ბოლო დროს ცოტა უცნაური სტატუსია პოეტობა და ზოგიერთ არ მინდა მაგრამ მამუკასადმი უდიდესმა სიყვარულმა და პატივისცემამ მართლა სამანდაუდებელმა პატივისცემამ დამაწერინა ეს ლექსი სიო წარსულიდან არაქსი ჩურჩულებს კერძზე დაიფინეს მთებმა ლურჯინისლი დაუვანებიათ თელავში მოგონებებს ნადიყვარს ისევ ახსოვს მახუჭუჭა ბიჭი ცხოვრების გზაწვრილმა ბევრჯერ გამოსცადა რამდენჯერ შეიხორცა სისხლდენი იარა განაგაბოროტა და განადაიჩოქა ეკლიან თემშარაზე კაცურად იარა კავკასიონმა სიდინჯე დაანათლა დაუგრომლობა ალაზნისა ერგო არიცის ვერის სწავლა შური და ღალატი პატარა ალალ ბიჭად შემორჩა სამზეოს ახლა ერთ ორ სიტყვას ვიტყვი გამოფენასთან დაკავშირებით. 8 წლის წინ, დავიცით ვინმესთვის მაგალითი იყოს გამოსვლა ხას ამ მომენტს 8 წლის წინ დავანებეს სიგარეტის წევას თავი. ვიხავი 30 წლიან სტაჟიანი მწველი და ეხლა ჩემმა მეუღლე მარიცის ეგონა რომ პაჭკა ნახევარს ვეწეროდი და უკაცრავად მესამე პაჭკას ვხსნიდი დღეღამაში. მესამე პაჭკას ასეთი მწველი. იყო მომენტი ვაკრობდი, ანუ უკიდებდი და ისე ვაკრობდი, ასეთი მწველი. ახალი წლის ღამეს ჩავაკრე, ეს არის ბოლო ღერი, თქვი და მოჩა. მართალი 1-2 კვირა ვიარე კედლებზე, მაგრამ ეთქობა თქვი და გავაკეთე. და ზოგადად მიყვარს, როდესაც ვაკრობ და ვაკეთებ რაღაცას. და გადავწყვიტეთ მაშინ რომ მოდი ახლა რასაც შენ დღეში 3 კოლოფი და კარგად მოგეხსენება დრაღის სიგარეტი, რასაც შენ სიგარეტში ფულს იხდი, ჩემმა მეუღლემ შეაგროვეს ფული. დავიწყე ამ ფულის შეგროვება. დავიწყე და მე გაგონილი მქონდა ჯერ კიდე ჩვენი შეყვარებულობის პერიოდიდან, რომ ისეთ გარემოში გაიზარდა მამიდაცისთან, ბიძასთან, აკადემიის ხალხი რაღაც და ყოველთვის მეგონა რომ ჩემ მეუღლე უნდა ყოფილიყო მხატვარი. ნუ ახლა არ გავუმართლ ამაში არტისტის წოლია 30 წელია და რაღაც მომივიდა იდეა რომ რაღაც სამყარო შემექმნა მისთვის იმის რაც ვთქვათ სადღაც იყო დარჩენილი ქვე ცნობიერში. და დავიწყე ზუსტად მაშინ დაიწყო პანდემია და აღმოვაჩინე ასეთი გვერდი იყო აუქციონი, თაფლების აუქციონი, სადაც იყიდებოდა ნახატები. და დავიწყე აქ ამ ნახატების შეძენა და მე მერიდება ხშირად ვერ ვამბობ ხოლმე რიცხვს, მაგრამ გიტყვი 400-მდე ნამუშევარი გვაქვს დღეს სახლში. იმას მე ვერანაირ სიცეში საქართველოში ვერ გამოვიდა. დღეს აქ რასაც ხედავთ, ეს არის აი ხواრის გამორჩეულად რომ გიყვარს ავტორები. აი ისეთი ავტორების ნამუშევრები აქვს გამოფენილი. ნუ არის ავტორები, რომლებისაც იგი გამოფენილი სხვა ნამუშევრებიც მაქვს. აი აქ ორი თანამედროვეობის დიდი მხატვარი დგას ახლა ჩემს წინ
ბატონი შალვა ხაჩოშვილი, ბატონი კახა ხინბელი. კიდე არიან აქ ხატრები მოსულები. მადლობა შემოწიფასეო, აი ამ შემოქმედებისთვის. აი თავდადებისთვის მე კარგად ვიცი, თქვენ ხო იცით და იცით რა ის და რა ფასი აქვს თქვენს ნამუშევრებს. მაგრამ აი ჩემი აი არტისტებს რო აქვს საშუალება რომ აი შეიძინონ კონდეთ ეს თქვენი დიდებული ნამუშევრები სახლში და ფაქტიურად ხა რაც მე მაქვს ნამუშევრები, მართლა საუკეთესო ნამუშევრები მაქვს და აი ხედავთ თქვენს ამ ყველაფერს თქვენი თვალით და აი შეიძლება ითქვას ყველაფერი სადაც მეოთხე ფასში, აი რაც რეალური ფასია, შეიძლება მე უფრო ისე მეოთხე ფასში მაქვს თითქმის ყველაფერი ნაკიდი და მე ყოველთვის ვემადლიერები ამ ხატრებს. აი ეს პანდემიის პერიოდი ამათ გადაგვატანინეს, აი სიტუაციებმა გადაგვატანინა და დღეს მე ასეთი უნიკალური კოლექციის მფლობელი ვარ. ვახსენე ჩემი ბესო წერა და ქალბატონი მიმოზა უნდა მოსულიყო, ნუ არის კიდე ბატონი გოჩა უნდა მოსულიყო და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ძალიან ბევრმა დამილეკა, მოდი შემოხდა ნახევარი თბილისი წერებს ვირუსებით გაიმით და ფაქტიურად ერთი ავტორია მხოლოდ და მხოლოდ ვისი ლექსიც არის ამ ბუბლეთში შესული. ჩემი ბესი შაველაშვილი, ჩემი სისხლი, ჩემი ხორცი, ჩემი ძმა. შევეგებოთ და მოусმინეთ. დიახ, მოგესალმებით. ჩემო მეგობრებო, რაღაც მინდა და მე თქვა, მაგრამ მე ვარჩიე რომ ლექსში ეს რაც იზრდებოდა ვიცი, მაგრამ ცოტა აღვწევდი, დამსგული თუ აღერდებოდი რომ ის არ მეგონა, მაგრამ წავეკითხავ რა. იდგა ამინდის აპრილე ნახატებს მზის სითბოს და წვიმის თანხლებით. მახარებს პაპა დანაპირებს. უტყუნა ბიჭი გვეყოლა უხუჭუჭა თმები. გულნაჟერები ტოლსტოიებთან ხტუნვა თამაში ვერაფერს მიუხვდი ვინ გაჩნდა და რაც მა რა ბიჭი და მოვიღრუბლე. შენ ვერ ვინ შეგწვლის სიფრთხილი თმაში ემული მეტყვის არ გამოვიდა გულში რამ ბიჭი მერტო რა იცი იზრდებოდა პატარა ბიჭი და მზედა მხარე მისი თქრთოდა ჩვენს ანსტროლებში. ცასნიდა მისი ყველა სიტყვა თვითონ ნაბიჯი. მოკლედ ბადალი არ მიუყვავდა არემარში. ამ სიყვარულით იზრდებოდა კულუნა ბიჭი. მისთვის მინდოდა რაც უცედი სიმღერა, ლექსი, დაძალებული ფაფის გარდა რაც მქონდა ნიჭი გრამ ვაყლაპე და მის სულშიც გამოდიდეს. ვითომ გაბრაზებით მეუბნება ერთხელ პაპა. და არტის რა გაუძლებს? ყველაფერი შენი დახვა. გიჟო, ეგრე ვითი მსგავსე, თუ კი მშვიდი ოფოფებით, ერთი აითვისა შენი ტარკარუზობები. არა ხალხო, წყნარი იყო. მე გიჟმაჟი, ონავარი, ის მითქინათ მახუჭუჭა, მე შავტუფათ მაკარჩხალი. მან ნიჭი და მონდომები დაამჩნია თეატრისკვალი მე კი აი მივდივარ და თან მიყובה ქვეყნის რვალი. არა შენს კი ბევრი დარჩა უჭუჭუნა ჯერ სათქმელი. თათქარდეს თუ არ ვნახავ არცა და ვარ მე წამსვლელი. არც ბოლონდის არ გაცნდა შენთვის თეატრის სარკმელი. სულს ტრიუმფით აიარო პარნასამდე გზასავლელი. შენი წვადაგვის ნაყოფი ჯერ კიდევ მოსანქელია. რა ვთქვათ გზაგზა ჩავარდნების თუ იქნება ალა-გალა დავიჯერო არ გიცნობენ დავიჯერო არ გელიან ერთი როლი რა გავხდა შენთვის მშობელ თელოქალაქს იდგა ამინდის აპრილე ნახატებს შენ რომ გაჩნდი და მე რომ გავხდი შენი გამზრდელი რა ვყო დღეს მე შვილს თუ გავამდა შენ კი მამას მეცნები არ ვიცი გამზრდელის ნება მისი ლოცვა ზესანდი აღწევს სურსიავარგით მოფენილი კონდეს გზა გრძელი სამთე საკმელი არ დაკარგავ ხვალსა და ამას ამოწოდება ასაკ. საქმე შეიძლება ბესორი პაროს. უნიჭიერესი კაცი, აი მრავალფრინვი მწერალი, პოეტი, საუკეთესო იურისტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემი ძმა და მეგობარი. თემური ბატონი. შემოძვირფასებო
ძალიან დიდი სიყვარულით, ძალიან დიდი პატივით, გეფერებით, ყოველივე თქვენგან და რაც თავარია, შობა ახალი წლის ბედნიერება მინდა გისურვოთ. საოცარი შინაგანი სიყვარული და შინაგანი თავისუფლება მაქვს ახლა, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ადამიანის იუბილეა დღეს. მამუკა პავლეშვილი ჩემთვის არის სამშობლო. მამუკა პავლეშვილი არის ჩემთვის სოხუმის თეატრი, სადაც მე ძალიან დიდი სიყვარული და ბევრი ემოცია მაქვს დატოვებული. მამუკა პავლეშვილი არის ჩემთვის ცხინვალის თეატრი, იქაც არანაკლები ემოცია მაქვს დატოვებული, მათ შორის სისხლიც და ოფლიც ორივე სივრცეში. მამუკა პავლეშვილი ჩემთვის არის თბილისი, საოცარი შინაგანი სიყვარულით და მისი უშუალო ემოციით გაჯერებული საღამოები. მამუკა პავლეშვილი არის ჩემი სამშობლოს ციხე-ბურჯი, ოჯახის სიმბოლო და ღირსება და მამუკა პავლეშვილი არის ჩემთვის საოცარი სიყვარულის ადამიანი, ქართველი შინაგანი სისუფთავის კაცი და რა თქმა უნდა არაჩვეულებრივი შემოქმედი და კოსმიური ინტელექტის ადამიანი. საოცრად ამაღლებული ღვთაები, ცნები, თუმცა საოცრად უბრალო. და მე ჩემ თავზე ვამბობ ხოლმე ხშირად და მამუკა ჩემზე უკეთესი ამ შემთხვევაში. უბრალოება სიბრძნეა მისი. მე მინდა მას ბედნიერება, მე მინდა მას ოჯახური ბედნიერება, სამშობლოს ბედნიერება და პლანეტარული ბედნიერება უსურვო. და ფრაზა ალბათ ასე მოუხდება, მიცოცხლებ მანამ, ვიდრე ჩემი ცოცხლებს ხსოვნა და ჩემი სისხლის ერთხელ მაინც წამიქცევს ჭიქას, კაცის სახელი მირჩევნია სამოთხის პოვნას, რადგან კაცობა ძვირად პასობს, აქაც და იქაც, კაცის სახელი მირჩევნია სამოთხის პოვნას, რადგან კაცობა ძვირად პასობს, აქაც და იქაც. სულ მაგარი კაცი საძმოა. ჩემთვის დიდი პატივია ჩვენი მამა გიორგი შაშვიაშვილია და მამაო თუ შეიძლება გამოდენიმე სიტყვით ჩემი მეუღლის მოუგვარე და დაშვილი. მოგესალმებით ჩემი ძვირფასებო, ძალიან საპატიო აუდიტორიის წინაშე მიწევს დენა. ჩემი სულისკვეთებისა, რაც მე მოკავშირებს მამუკა პავლეშვილის მიმართ, მისი ძვირფასი ოჯახის მიმართ. ჩვენ ერთი ქალაქიდან ვართ, ერთი უბნიდან ვართ და როგორც აღნიშნე, მისი მეუღლე და მე ერთი ოჯახის წევრები ვართ, ერთი დღიდან მოვდივართ და ყოველთვის ვსტინობს, რომ ეს სულისკვეთება და სიყვარული ამ დააზრდებს ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს სიყვარულს და ჩვენი სიყვარულის გამოხატულება არის უნახოთ. და რაღაცას დაწერას მეგმავდით ეხლა და მინდა ორი თქო დამეწერა მინაწერი რაღაცა იოდეს საჩუქრაზე რომ თელაվել კაც და მისეუპას თელაური სიყვარული. თავარი საერთო უნდა მოვიდოს თავის ცხოვრების მანძილზე თავის ოჯახებებს კომუნიკაციას თავისათმოს ამომწურავად ამდობდა და ბევრ შემთხვევაში ცოლკა დროში ბევრსაც კი და ეს ძალიან ბევრი სიტყვია ჩემთვის პირადად, როცა უთქმელობას ბევრს საუბრობს და მე მინდა მას ვამდოდა გადავუხადო, რაც მან შეეძინა თავის ქვეყანას, დედაქალაქს, თავის პროფესიას, მას თავის შეეძინა ყველა ჩვენას, როგორც ღირსეული მეგობარი საპარლამენტელი, რომელსაც გავისარგებლოთ, დაუპატიჟებელი ხალხი დღესაც რომ მოსულიყავით და ყველამ ჩაუთვალეთ და ჩვენ აქ მოწვევა არ ჭირდებოდა და ამიტომ მაგრამ უნდა ამ ოჯახის სახელი ეს გადავიხადოთ, იმიტომ რომ ასეთი გამოჩენილი საყვარელი საზოგადოება ყავს ამ ოჯახს და მერე ჩემს ოჯახს. იმიტომ რომ ჩემ ოჯახად მოჩნია ეს ოჯახი და უცამად
ყველას გილოცავთ. ახალ წელს მშობლას გილოცავთ, რომ ერთმანეთს სიმბოლური და სიხარულით მოწესრიგება შვიდობა, წარმატება, მისიოლოგია და ერთობა დასტავალი. ამას აკეთებს ყველა ამისთვის მომდევნო რომ ყველა ჩვენს გასახარდია ჩვენთვის ნიშნა. ერთმანეთს დაგლოცოთ და წარმატება მინდა მისიოლოგია. სულ მინდოდა, რადგანაც დიდი ხანია აღარ ვმღერი პროფესიის სცენაზე, აღარ გამოდივარ ესტრადაზე, მინდოდა რაც მქონდა გაკეთებული ჩანაწერები ეს 90-იან წლებში გასული საუკუნის და მოვიწიე, ვიპოვე, როგორც წესი, მაშინ ძალიან უხერხული იყო ეგრეთ წოდებული პლიუსზე მღერა, არ მღეროდით მაშინ პლიუსზე და აღმოჩნდა, რომ არ მქონდა ძალიან ბევრი სიმღერა, რომელსაც მღეროდი, არ მქონდა გაკეთებული, ანუ ხმა არ მქონდა დადებული, ფონოგრამები არ შემორჩა და ესენიც რაც ვიპოვე, იყო ეს დიდი ბაბინები რო იყო აიციან ჩემაბუსებს, სადაც იწერებოდა, სანამ ამის სტუდია ვიპოვეთ, იმიტომ რომ აღარ არის ახლა ტექნიკა, ну ბევრი შრომა დამჭირდა იმისათვის, რომ აი ეს დისკი შექმნილი იყო, რომელიც ახლა აქ არის. აქ არის ჩემი 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბოლო სიმღერა ჩავწერე 2022-ში, ანუ 30 წლის დიდი შუალედებით რამე ინტენსიურად ავწერე, იშვიათად წერდი. და მინდა ამ ალბომიდან შევისრულოთ რამოდენიმე სიმღერა და მე ვიმღეროთ ყველამ ერთად. პირველი სიმღერა არის თვითონ დისკს ალბომს ქვია არტისტი, რაც სიმბოლურია, სათაურიც, რომელიც დამიწერა ჩემმა ჯგუფელმა მიჭიერესმა გოგომ, ჩემმა მოგვარემ ნანა პავლიაშვილმა, მუსიკაცა ტექსტიცა, სიმღერაში ჟღერს ლექსის ერთი კუპლეტი, ჩემი მეგობრის, აც გარდაცვლილი, ყველა მიცით, ყველას გვიყვარდა სრულიად საქართველოს და ის უნიკალურ ლექსებს წერდა იმის თავის პროფესიიდან აბსოლუტურად განსხვავებულს სიცილიის დედოფალი მზია კვირიკაშვილის ლექსიდან იქნება პატარა კუპლეტი სიმღერაში. სიმღერას ქვია არტისტი. ძიმეთ აიწევს ანდრა სუნთქვა შეგრული ისევ სასწაულს როგორ მოერი სცენა რომელზეც პირველ ნაბიჯებს დგამდა ნაცვლი სულს რაც რა გავიწე Wamimevis tadi ulidačena Kuitvat kreva apiša zveli sukati Khod didi si varulača Misi agmadebuleva teatris Misi agmadebuleva teatris Rosarviknevi mashim vixdebe rakvitkimis guli Rosarviknevi mashim vixdebe tkivilis mizes Rosarviknevi სევდით შეხედავ დაშვილი პანკას თავს ჩავუნა და გაიტირე გაფერულ ისნებს ჩემს სამარესთან გაირინდები რუსარ ვიქნები მისი სპექტაკლი უსაცრუობას გავდა ნიღავს გადადებს გაიღიმებს და ისევ ბრუნდება ძველი არტისტი გაზარში რომ
მისკენ მისი ცხოვრების ყველა გზავნიდი ყვავილების დაიმული დაჩერნა ვითრად კრება აფიშაზე ძველი სურათი ხოლო დიდი სიყვარული დაჩერნა მისი აღმატებულება თეატრი მისი აღმატებულება თეატრი ყვავილების დაიმული დაჩერნა ვითრად კრება აფიშაზე ძველი სურათი ხოლო დიდი სიყვარული დაჩერნა მისი აღმატებულება თეატრი მისი აღმატებულება თეატრი კრება რამდენი არტისტი იყო საუბარი და მომდააბრუნდა რომ ძალიან პატარა ადგილი მაქვს რომ მე ასე მგონია რომ პატარა კი არა და უდიდესია ხილი იმიტომ რომ აი ამ თუნდაც აი ამ არაფერს არ გიოხდა ადამიანი ღეროდა თავისთვის და ჩემი სული სიმში აყია და დაწუნებული ვარ ყველს მადლობა მამუკა ღევანდელი ქრისტეს მადლობა იმისთვის რომ არსებობა არა მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში აი ამ ადამიანების ცხოვრებაში და შენ კიდევ უფრო დიდი აპატია შეიძლება მოგატარჩების ძალიან ვიფასება უბრალოდ ძალიან ბევრ ადამიანს უყვარდა და დაწუნებულად კიდევ უფრო მეტი იქნებოდა აქ უბრალოდ შესაძლებელი რომ ყოფილიყო მადლობა იმისთვის რომ არსებობდა მეგობარი მე ასე მგონია რომ მე რატომ აღვიქვა მამუკას მეგობრად ჯერ არ ყოფილა შემთხვევა მე მამუკასთვის რაღაც პატარა მეთხოვოს და არასოდეს არ უგრძნობინებინა არასოდეს არ მაგრძნობინა რომ ის დაკავებულია ყოველთვის არის ჩემს გვერდზე მადლობა იმისთვის რომ ასე გვესახურები უცდელად და ერთგულად ჩვენ ერთი სიმღერა კიდევ წევამახსენებ ჩემი დეიდა ეს სიმღერა დაწერილია ჩემს დაბადებამდე და ამ სიმღერას გასული საუკუნის 60-იან წლებში მღეროდა სრულიად საქართველო
დაღარულ ხელს დაღალულს მხედარ იკოცნი გუსტა იკოცნი ალეს გუნკერც გიკოცნი შობელოდედა გიკოცნი გუსტა გიკოცნი ალეს გუნკერც გიკოცნი შობელოდედა დედა შობელოდედა ზესავით მათბობს შენი ფიქრები შენი ვარ დედა შენთან ვარ დედა და სიკვდილამდე შენთან ვიქნები შენი ვარ დედა შენთან ვარ დედა და სიკვდილამდე შენთან ვიქნები ჩვენი ცხიმალის თეატრის მსახიობი ქალბატონი მაკა გელაძე ჩემი აი ჯერ სანამ ცხიმალის თეატრში დავიწყებდი მუშაობას აი იმ პერიოდიდან ვიცნობ მე მაგას სანამ თანამშრომლები გავხდები მე მისი პედაგოგი ვიყავი მცირე აკადემიაში სამეცნიერო ბანაკში და ვათამაშე ანა ფრანკის დღიურში საოცრება იმიტომ რომ ადამიანი წავიდა ამ თანაბროზე ამას ხონდა იცით როგორი თვა რომ მორბოდა ის თვა აესე პრინდებოდა ეხლა ჩეკრული მაქტორი არ მე გავიდე წლები ის იყო ძალიან ნიჭიერი ბავშვი ცელქი იყო ძალიან მაგრამ იცით როგორი ცელქი საყვარელი ცელქი აი სულ ეშმაკუნები რომ დაუნბობდნენ უწყინავდა ეს თვალები და ღია გავიდოდა რომ რაღაც ისეთი არ გაეკეთებინა რაც ვერაფრით ვერ გვაბრაზებდა სულ სიყვარულში იზრდებოდა და იზრდებოდა გავიდე წლები მე დადგა 90-იანები და აღარაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ და ერთ დღესაც მივდივარ ლეხანოვზე აღმაშენებელზე და მოდის მამუკა ჩემ სიხარულს აი საზღვარი არ ქონდა და რომ მითხრა რომ მან საესტრადო დაამთავრა მე ეგრევე ვიხარო მამუკა გეხოცა მოდი რა ჩვენთან ცხინვალის თეატრში ხო და აი ბატონი ზურაბ სიხარულიძე მოდისო და მეო ბატონ ზურაბთან ერთად მოვალო არ მინდა ესე ეს რეპერტუარის გარეშე მოვიდეო და მართლაც მევხარი გავსა ჩვენ ისეთი სპექტაკლი სადაც ერთად ვითამაშეთ მუსიკალური სპექტაკლი და მართლაც შედგა ეს მართლაკია სახალხო ზღაპარი ერქვა მაგრამ მამუკას იქონდა მთავარი როლი ნიო რომელიც წლების მანძილზე სალაპარაკო და საყვარელი პერსონაჟია თბილისის ბავშვების ეხლა უკვე დიდების მაგრამ მამუკა ისე ვახსო აი 90-იანებში მე როცა ძალიან გაგვიჭირდა უკვე ისე გავხდით რომ სანთლებს ხა დავსგავსე და სწორედ აი ეს პერიოდი გამახსენდა მამუკასის და ასეთი ლექსი დაუწერე არტისტს გაწებ ჩამოქმნილ სანთლით სხეულისაგან გაცილს ხელის მტევნების დახრით ღვთისგან დავოცულ არტისტს სიყვარულისგან მაინც ყოფნის არ ყოფნის არსით ყოფის დონიდან ასვლის ყოფნის სიამის ახსნის ცხოვრება თქვენით არ მოდის თქვა და ავსო თაფლით ყოფის სიმძიმის ხვეტით დამძიმებული ხალხი არ მოეკიდოს ხავსი სიტყვა საუნჯით ახლსის გერის დარაჯი მსგავსი არის 1000-ში 10 აი რაც ცემენ პატივს სულს სიყვარულად დაღვეც გაწევ ჩამოქმნილ სანთლით სხეულისაგან გაცილს ღვთისგან დავოცილ არტისტს
ჩემი მაიკო სიჭინავა აქ ამასაც ყველა იცნობს არაჩვეულებრივი ავტო შესრულებელი ჩემი კურსელი ჩემი მეგობარი რომელიც მადლობა ჩემს წლებია ესპანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს და იქიდან გამომიგზავნა ამ ჩემს რაღაც ლექსუტაზე დაუწერია სიმღერა და ნუ ძალიან მომეწონა რა თქმა უნდა და უთხარი თუ მეტი ოდესმე სიმღერა შევწერ მე აუცილებლად ჩავწერ ამ შენ სიმღერას მეთქი და მე მოხდა ისეთი რაღაც რომ მე ჩავწერე ეს სიმღერა და როგორც კი ამტვირთე Facebook-ზე მეორე დღეს ჩვენი არაჩვეულებრივი პოეტი ალბათ მადონა კალანდია საფოვნელა ესეთ ფსევდონიმით არის ამ ჩემს ბუკლეტში ვისი ლექსი დილით ხდება Facebook-ზე ლექსი როგორ აატირა თურმე ჩემმა ამ სიმღერამ რომ მოусმინა და მთლიანი ლექსი მიუძღვნა ჩემ ნამღერ სიმღერას და ეხლა ისე როგორ შეიძლება რომ მე ეხლა ეს სიმღერა ამღერო სიმღერას ქვია თელარის დამასჯობოს წვიმი მაიკო სიჭინავას მუსიკა ტექსტი ლექსი არა რომ გქონდეს ტექსტზე სიმღერა და ასრულებს ბავლიაშვილი. სიმღერას ქვია არ დაიჯერო. არ დაიჯერო. თუ გითხრეს აღარ მიყვარხარ. გადაღდილი გულში თითქოს აღარ ხარ. Sadhguru
დაიჯერო რომ დაგიხურებულის კარები ეს დაიჯერო ბოლო წუთამდე შემეღლანები გჯერო ხარ ჩემთვი ძალიან ბევრი რამე არ დამაძინებს ის შეიძლება ეს სიყვარული და თქვენი გვერდით გომა ვიცი რომ ეს არ არის არანაირად ეს კმაულის აბსოლუტურად გასაგებია იმიტომ რომ არ არის სამები მაგრამ არ არის ეს თეატრალური უფრო საგამოფენო სიუცია რაღაც მაგრამ მე მგონი ჩვენი კონტაქტი ის რაც უნდა მოხდარიყო ის მოხდა რაც მე მინდოდა რომ დღეს ჩემს გვერდით ყოფილიყავით თქვენ სუპელანი ვინც მოხვედით აი ყველა კურსელები ბავშვობის მეგობრები თეატრელები სუპელას ხედა ეს არის მეგობრები და რა მე ვაგებთ გეფერები რომელიც არ იცვლება. ხო, დაბადების დღეზე ყველა სოციალური მყავდეს მის დღეს სოციალური. ამინ. როგორ გასწავლეთ? მოდი. ჩემი გადაცემა რეპორტაჟი, არაჩვეულებრივი გადაცემა რეპორტაჟი, აი ამით დამთავრებულია. მინდა კიდევ ერთხელ უსურვო ბატონ მამუკას წარმატებები, ძალიან ბევრი სიხარული და წინსვლა, როგორც წინა ცხოვრებაში, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში. და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდე, მიყვარხართ.